შემოსე თანამოქალაქე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ სახელწოდების პროექტს იწყებს. პროექტი მზრუნველებელ, მოკლებულ და სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პრეზენტაცია ახალ სპორტის სასახლეში უკვე გაიმართა და მას მაესტრო ჟურნალისტი იზი ბურნაძე დაესწრო. იგი ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. იზი, რას ნიშნავს ეს აქცია და რა სახით ერთვება საზოგადოება მასში? გისმენთ. სანდრო, სოციალური აქცია შემოსე თანამოქალაქე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით დღეს დაიწყო. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით 10 სხვადასხვა ადგილზე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდება. ყუთებში შეგროვებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე გადანაწილდება. რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება სპეციალურად განთავსებულ ყუთებში საჩუქრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოათავსოს. შემდეგ ეს შეგროვებული საჩუქრები კი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს გადაუნაწილდებათ. ძალიან ბევრი მოხალისე შემოერთდა და ამ პროექტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ასეთივე წარმატებული იქნება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს ჩვენ თანამოქალაქეებს, აქვს საშუალება დღეს და უკვე 10 დისლოკაციის ადგილი იქნება, სადაც განთავსებული იქნება საქვემოქმედო ყუთები და შეგვეძლება, რომ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეროვნულ ბიბლიოთეკას არ აქვს ეს კონკრეტულად განსაზღვრული მიმართულება უკვე, მან ძალიან გაიფართოვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავის საქმიანობის ველი და შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ვერთებით ნებისმიერ წამოწყებაში, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მათ შორის ამგვარში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი სინთეზი, ერთი მხრივ, როდესაც თქვა წიგნებს ურიგებთ სოფლის მოსახლეობას და ბიბლიოთეკებს და მეორე მხრივ, როდესაც თქვა ამ თვალსაზრისით ვეხმარებით და შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება ყოველთვის მხარდამჭერი მსგავს პროექტებში. ხალხს მინდა მოუწოდო აქტიურობისკენ, რომ მოიტანოთ ჩვენ ლოკაციის ადგილებზე ტანსაცმლები. შემდგომში ჩვენ მათ დავახარისხებთ და მივაწვით ადრესატებს. სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რაშიც გავიმარჯვეთ ჩვენ სტუდენტურმა ერთიანობამ და შემდგომში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. დღეს სიმბოლურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფეხბურთის ფორმები უსახსოვრა. მე კი შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება სპეციალური ყუთები. თქვენ კი უკვე დღეიდან შეგიძლიათ შემოვერთეთ სოციალურ კამპანიას და ქველმოქმედებაში ჩაერთოთ. გმადლობთ იზი, პირდაპირ ეთერში იზი ბურნაძე.